Koalitsiya ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ 14 საათისთვის გადაიდო. ოპოზიციონერის პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურორების განცხადებით ისინი პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდნენ. მელიას ქართული ოცნების პარლამენტის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდასაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ აპირებს. არსებობს მაღალი ალბათობა, რომ სასამართლო ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიებას გირაოს პატიმრობით შეუცვლის, რადგან იგივე ბრალდებით დაკავებულები არიან ირაკლი ოქრუაშვილი და ზურაბ გირჩიჯაფარიძე. Პროკურატურამ დღეს ტექნიკურად მოიმიზეზა ტრეინინგები, გადადეს პროცესი, გამართლა ჩემი მოლოდინი, ვინაიდან დღეს ნიკა მელიას გირაოს გადახდვა და გადიოდა ღამის 12 საათზე, პროკურატურას არ ექნებოდა შესაძლებლობა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოეთხოვა მისი დაპატიმრება. ეს იყო შეთანხმებული როგორც ჩანს სასამართლოსთან. მოგეხსენებათ, პროკურორებთან მიმართებით შესაძლებელია ნებისმიერი საფუძვლით პროცესის გადადება, ხოლო როდესაც ადვოკატმა მე მოვითხოვე, რომ ხვალ მე მაქვს მთელი დღე დაგეგმილი, მაქვს სხვა სასამართლო პროცესი, მაქვს ასევე დაგეგმილი აქტივობები სხვადასხვა კლიენტებთან მიმართებაში, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის ხარის თხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ამით პირდაპირ მნიშვნელობით ირღვევა ნიკა მელიას დაცვის უფლება, ვინაიდან თვითონ არ ცხადდება და ერთ-ერთი ადვოკატი წარმოადგენს მას პროცესზე, მოსამართლემ არ გაითვალისწინა აღნიშნული და ხვალე 14 საათზე ჩანიშნა პროცესი. აქ ყველაფერი ნათელია, ხვალე დიდი ალბათობით პროკურატურა უკვე დააყენებს პატიმრობის შესახებ შუამდგომლობას და რომ არ დაეკარგათ დრო მოსამართლეთან, ეს იყო ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული.